ჩინეთში თითქმის 1,5 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს და ეს ქვეყანა საკმაოდ საინტერესო კულტურით გამოირჩევა. მაგრამ მოსახლეობის სიმრავლის მიუხედავად ამ ქვეყანაში არსებული წესები, კანონები და ტრადიციები ზოგიერთი ქვეყნისთვის ზედმეტად უცნაურია. ამ ეპიზოდში ჩინეთში არსებულ უცნაურ წესებზე მოგიყვებით. ჩინეთი სიმდიდრის მაჩვენებლის მიხედვით მსოფლიოში მეორე ადგილს იკავებს. ამიტომაც ამ ქვეყანაში ყველაფერი წარმატებაზეა აგებული. მაგრამ საინტერესოა, როგორ ახერხებენ ჩინელები ასეთი მაღალი პროდუქტიულობის შენარჩუნებას. მათი საიდუმლო ძილშია. დამტკიცებულია, რომ ძილი კონცენტრაციის და დასწავლის უნარებს აუმჯობესებს. ხოლო თუ ადამიანი დღის დასაწყისში დაიძინებს, მაშინ მისი განწყობა, შრომის უნარიანობა და სიფხიზლის დონე საგრძნობლად უმჯობესდება. ჩინელებმა კარგად იციან ძილის დადებითი ფუნქციების შესახებ და ამიტომაც სხვადასხვა კომპანიები საკუთარ თანამშრომლებს დღის განმავლობაში ძილის უფლებას აძლევენ. 21 საუკუნის დასაწყისში ჩინეთში გაჩნდა ახალი კონცეფცია, რომლის თანახმადაც დასაქმებული ადამიანი ძილის 9 საათიდან საღამოს 9 საათამდე კვირაში 6 დღის განმავლობაში მუშაობს. ასეთმა გრაფიკმა ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა საკმაოდ გააუმჯობესა. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი გრაფიკი 2 საათიან შესვენებას გულისხმობს, ალბათ დამეთანხმებით, რომ ეს რეჟიმი საკმაოდ დამღლელია. ამიტომაც ჩინეთში ხშირად შეხვდებით ადამიანებს, რომლებსაც დღისით სძინავთ. დაწყებული საზოგადოებრივი ტრანსპორტიდან დამთავრებული სავაჭრო ცენტრებით, მაგრამ ეს ელექტრიკოსები ალბათ პრიზს იმსახურებენ ყველაზე სახიფათო ადგილას ძილისთვის. მათ ელექტროანძაზე 50 მეტრის სიმაღლეზე თითქმის ყოველდღიურად სძინავთ. საქმე იმაშია, რომ ასეთ ანძებზე ასვლა საკმაოდ რთული პროცესია და საქმის გასამარტივებლად ელექტრიკოსები მთელ დღეს სიმაღლეზე ატარებენ. დღისით ძილის წესი სამსახურის გარდა სკოლებშიც მოქმედებს. მაგალითად, შიანძინის პროვინციის სკოლებში სადილის შემდეგ მოსწავლეები მერხებზე წვებიან და 1 საათით იძინებენ. ზოგიერთ სკოლაში ბავშვებს სპეციალურ კარვებში აძინებენ, რადგანაც ხის მერხებზე ძილი საკმაოდ არაკომფორტულია და ხერხემლის პრობლემების გამოწვევაც კი შეუძლია. გამომდინარე იქიდან, რომ ჩინეთის დროშა წითელი ფერისაა, ალბათ ნათელია, რომ ეს ფერი ამ ქვეყნისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია. ჩინეთში წითელი იღბალს და სიხარულს განასახიერებს, მაგრამ წითელი მდინარეების დანახვა მოსახლეობისთვის სასიხარულო ამბავი ნამდვილად არ ყოფილა. 6300 კილომეტრის სიგრძეზე გადაჭიმული მდინარე იანძი ყველაზე გრძელი მდინარეა ჩინეთში, ხოლო მსოფლიოს მასშტაბით ის მესამე ადგილს იკავებს. 2012 წელს მოულოდნელად ეს მდინარე წითლად შეიფერა. ზოგიერთი მეცნიერის მტკიცებით, მდინარის ასეთი უცნაური ფერი ნარჩენების უკანონო გადაყრამ გამოიწვია. წითელი ფერის ძირითადი კონცენტრაცია ჩუნცინში, ჩინეთის მსხვილ ინდუსტრიულ ცენტრში დაფიქსირდა. სავარაუდოა, რომ წყალში სამრეწველო ნარჩენები ჩაყარეს, რის გამოც მდინარემ ასეთი უცნაური ფერი მიიღო. ნარჩენების უტილიზაცია ჩინეთში საკმაოდ მომგებიანი ბიზნესია. ნარჩენების მართვის ბაზარი 2019-2024 წლებში 7%-ით გაიზარდა. კომპანიები საკუთარ მოგებას უფრო მეტად ზრდიან იმ შემთხვევაში, თუ ისინი ნარჩენების გატანას სხვა შუამავალ კომპანიებს ავალებენ. მაგრამ ხშირად ნარჩენები მეორეხარისხოვან შუამავალ კომპანიებს გადაეცემათ, რომლებიც მათ როგორც წესი რომელიმე მდინარეში უკანონოდ ყრიან. ცნობილია, რომ 2016 წელს ჩინეთის ერთ-ერთი პატარა ქალაქიდან მდინარე იანძიში 10,000 ტონა ნაგავი ჩაყარეს, მაგრამ ყველაზე უცნაური მოვლენა 2013 წელს დაფიქსირდა, როდესაც ვიღაცამ ამ მდინარეში 16,000 ღორის გვამი ჩაყარა. უცნაურია, მაგრამ ქალაქ სინძიანის პოლიციის დეპარტამენტმა საკუთარ რიგებში ბატების ქვედანაყოფი დაამატა. საქმე იმაშია, რომ ბატები ტერიტორიული ხასიათის გამო საკმაოდ ყურადღებიანი ფრინველები არიან. 2021 წლის ოქტომბერში ბატების არმია 480 კილომეტრის სიგრძეზე განალაგეს, რათა საზღვარზე კორონავირუსით დაინფიცირებული ადამიანები ფარულად არ გადმოსულიყვნენ. 2021 წლის დეკემბერში ბატების ხმაურის გამო პოლიციამ 2 ადამიანი დააპატიმრა, რომლებიც საზღვარზე უკანონოდ გადმოსვლას ცდილობდნენ. იცოდით, რომ ჩინეთში მშობლების მონახულება აუცილებელი კანონია. ეს კანონი მოხუცი ადამიანების უფლებებისა და ინტერესების დაცვის კანონის სახელითაა ცნობილი. იგი 2013 წელს მიიღეს და ამ კანონის თანახმად შვილებისთვის აუცილებელია იმ მშობლების მონახულება, რომელთა ასაკით 60 წელს აღემატება. გარდა ამისა, ამავე კანონის მე-11 ქვეპუნქტის თანახმად შვილები ვალდებულნი არიან მშობლების მატერიალური მოთხოვნები დააკმაყოფილონ. იმ შემთხვევაში, თუ შვილები მშობლების ნახვაზე უარს აცხადებენ, მშობლებს უფლება აქვთ მათ წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანონ, მაგრამ ალბათ ასეთ უცნაურ გადაწყვეტილებას არც ერთი მშობელი არ მიიღებს. ჩინეთში გარდაცვლილების ქორწინება საკმაოდ გავრცელებული რიტუალია. ჩინურ კულტურაში ითვლება, რომ თუ ადამიანი მარტოხელა გარდაიცვლება, ის საუკუნოდ განაწყენებული დარჩება და ცოცხალ ნათესავებს არასდროს მოასვენებს. ამიტომაც ამ ნეგატიური მოვლენების თავიდან ასარიდებლად გარდაცვლილის ოჯახი ვალდებულია მოძებნოს მისთვის შესაფერისი სხვა გარდაცვლილი და მათ ქორწილი გადაუხადოს. როგორც ტრადიციული ქორწილის დროს, ამ შემთხვევაშიც გარდაცვლილი ადამიანების ოჯახები ერთმანეთს სხვადასხვა საჩუქრებს ჩუქნიან, მაგრამ ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ამ უცნაური რიტუალის დროს გარდაცვლილ პატარძალს
საკუთარი საფლავიდან იღებენ და ახალ მეუღლესთან ერთად მარხავენ. მაგრამ როგორ პოულობს გარდაცვლილის ოჯახი მისთვის შესაფერის წყვილს. ასეთი ქორწინებისთვის არსებობენ ფენშუის მასტერები, რომლებიც გარდაცვლილი ადამიანების შესახებ საჭირო ინფორმაციას აგროვებენ. მათ არა მხოლოდ იციან თუ ვინ გარდაიცვალა დროის გარკვეულ მონაკვეთში, არამედ იმასაც ადგენენ, თუ რამდენად შეესაბამებიან ეს ადამიანები ერთმანეთს. ჩინეთის არმია მსოფლიოში სიდიდის მიხედვით მესამე ადგილს იკავებს. ამიტომაც არაფერია გასაკვირი იმაში, რომ ამ ქვეყნის ჯარისთვის მკაცრი წესები მოქმედებს. მაგრამ ზოგიერთი წესი საკმაოდ უცნაურია. მაგალითად, მწყობლში დგომის წესს სხვადასხვა ქვეყნის არმიის უმეტესობა იყენებს. ამ წყობის დროს ჯარისკაცებს ნიკაპების აწევა და წელში გამართულად დგომა ევალებათ. ჩინეთში არსებობს ერთი უცნაური მეთოდი, რომელიც ჯარისკაცების სწორად დგომისთვის გამოიყენება. ჩინელ ჯარისკაცებს საყელოზე ქინძის თავებს უმაგრებენ, რომელიც მათ თავის დაბლად აწევის და წელში მოხრის საშუალებას არ აძლევს. თუ თქვენ საცობში დგომა არ გიყვართ, მაშინ უმჯობესია ჩინეთში საცხოვრებლად არ გადახვიდეთ. მრავალსაათიანი საცობები ამ ქვეყნისთვის სრულიად ნორმალური მოვლენაა. ყველაზე გრძელი საცობი პეკინში 2010 წელს დაფიქსირდა. ეს საცობი 12 დღე გაგრძელდა და 72 კილომეტრზე იყო გადაჭიმული. ქუჩის გამყიდველები ავტომობილის მძღოლებს საკვებით, სიგარეტით და სასმელი წყლით მუდმივად ამარაგებდნენ. საცობები იმდენად სერიოზული პრობლემაა ჩინელებისთვის, რომ ზოგიერთი კომპანია მომხმარებლებს თანამშრომლებს თავაზობს, რომლებიც მზად არიან მძღოლის ნაცვლად საცობში საათობით იდგნენ. მხოლოდ ერთი ზარის განხორციელება საკმარისია და სპეციალური ადამიანი საცობში თქვენს ნაცვლად დადგება. ამის შემდეგ მეორე თანამშრომელი მოტოციკლით ადამიანის საკუთარ მანქანამდე დაბრუნებას უზრუნველყოფს იმ შემთხვევაში, თუ ის მისგან შორს აღმოჩნდება. ამ უცნაური მომსახურების ფასი $60. ჩინეთში სილამაზის სტანდარტები საკმაოდ მკაცრია. მიუხედავად ამისა, უამრავი ჩინელი მზადაა დაამტკიცოს, რომ ისინი სილამაზის მოთხოვნებს სრულიად შეესაბამებიან. მათთვის სხეულის წონა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია. გოგონები ცდილობენ მაქსიმალურად გამხდრები იყვნენ. მიუხედავად იმისა, რაოდენ საშიშის არ უნდა იყოს ეს ჯანმრთელობისთვის. უმეტესობას სჯერა, რომ ლამაზი გოგონა 50 კილოგრამს არ უნდა აღემატებოდეს. შედარებისთვის 50 კილოგრამი 12 წლის ბავშვის ნორმალური წონაა. სამწუხაროდ ჩინეთში სილამაზის სტანდარტები ყოველწლიურად უარესდება. მაგალითად, ბოლო დროს ითვლება, რომ ქალის წელი A4 ფორმატის ფურცელზე განიერი არ უნდა იყოს. ალბათ ყველა დამეთანხმებით იმ მოსაზრებაში, რომ რეალურად თუ ადამიანი საკუთარ სხეულში თავს კომფორტულად გრძნობს, ესე იგი მას შესასვლელიც არაფერი აქვს. თუ ევროპული კულტურისთვის გარუჯული კანი საკმაოდ პოპულარულია, ჩინეთში უპირატესობა მაქსიმალურად ღია ფერის კანს ენიჭება. ამ ქვეყანაში კანის ფერი ადამიანის სოციალურ სტატუსს ასახავს, რადგანაც როგორც წესი, გაჭირვებული ადამიანები მუდმივად მინდვრებში მუშაობენ და მათი კანი მზის სხივების ზემოქმედების გამო მუქი ფერისაა. ამიტომაც მზის განდამცავი კრემებისა და ქოლგების გარდა, ჩინეთის სანაპიროებზე ნიღბიან ადამიანებს ხშირად შეხვდებით. ეს ნიღბები ადამიანს მზის სხივების ზემოქმედებისგან იცავს. მათი ფასი საშუალოდ $5. 2018 წელს ჩინეთში ვაჭრობის მოცულობამ $4 ტრილიონ გადააჭარბა, რაც მსოფლიოს ვაჭრობის საერთო რაოდენობის 12.4%-ია, მაგრამ ხშირ შემთხვევაში მოთხოვნა მიწოდებას აღემატება. ამიტომაც ჩინეთში სატრანსპორტო საშუალებები ზედმეტად გადატვირთულია. ოფიციალური მონაცემების თანახმად, ტრანსპორტის 80%-ს დასაშვებ ნორმაზე მეტი ტვირთი გადააქვს. ამიტომაც 2006 წლიდან 2016 წლამდე გადატვირთული მანქანების გამო 69 ხიდი ჩამოინგრა. მთავრობა კატასტროფის თავიდან ასარიდებლად მუდმივად ცდილობს კანონების გამკაცრებას, მაგრამ როგორც ჩანს, ეს კანონები არაეფექტურია. ჩვენს კულტურაში ჭამის დროს ზედმეტი ხმაურის გამოცემა მიუღებელია, მაგრამ ჩინეთში ყველაფერი პირიქითაა. ხმაურიანი ჭამის გარდა, ამ ქვეყანაში ჭამის დროს გადაფურთხება ჩვეულებრივი მოვლენაა. საქმე იმაშია, რომ ჩინეთის ტრადიციულ სამზარეულოში ხშირად შეხვდებით წვრილი ზომის ძვლებსა და თევზის ფხებს. იმის მაგივრად, რომ ჭამამდე საკვებიდან ზედმეტი ნაწილების განცალკევება მოხდეს, ჩინელები მათ უბრალოდ უკან აფურთხებენ. მაგრამ დღეისათვის ეს არც თუ ისე მოსაწონი წესი ზოგიერთი ქალაქის რესტორნებში ოფიციალურად აკრძალულია. მაგალითად, 2020 წელს გუანჯოუს მთავრობა საზოგადოებრივ ადგილებში გადაფურთხება აკრძალა. ყველა მიცის, რომ ჩილი საკმაოდ ცხარე წიწაკაა, ხანდახან ზედმეტად ცხარეც კი. და რა უნდა იყოს იმაზე უცნაური, თუ არა ამ წიწაკის დიდი რაოდენობით ჭამა უმოკლეს დროში. ყოველ წელს ჰუნანის პროვინციაში წიწაკის ჩემპიონატი იმართება. სხვა მსგავსი შეჯიბრებისგან განსხვავებით, ამ ტურნირში მონაწილეები წიწაკით სავსე დიდი ზომის ქვაბებში სხდებიან. ფესტივალი ივლისში და აგვისტოში იმართება და მისი მონაწილეები ცხარე წიწაკას ყოველდღიურად ჭამენ. 2018 წელს ტანშუან ჰუეიმ ჩემპიონობა მოიპოვა მას შემდეგ, რაც 1 წუთის განმავლობაში 50 ცალი ცხარე წიწაკა შეჭამა. გარდა ამისა, ზოგიერთ რეგიონში არსებობს სპეციალური სასტუმროები, რომლებიც სტუმრებს წიწაკით სავსე აუზებში სვამენ, საიდანაც ისინი სხვადასხვა საკვებს მიირთმევენ.
ჩინეთი წელიწადში 55 მილიონ ტონა თევზს მოიპოვებს. ეს ქვეყანა ზღვის პროდუქტების ნომერ პირველი მომხმარებელია მსოფლიოში. მისი მოხმარების მოცულობა მსოფლიო ბაზრის 45%-ია. 2014 წელს ჩინელი მეთევზეების ბადეში საკმაოდ უცნაური ცხოველი აღმოჩნდა. მათ შემთხვევით უდიდესი 2 ტონიანი ვეშაპისებრი ზვიგენი დაიჭირეს. სავარაუდოა, რომ ზვიგენი ბადის გარღვევას და თევზის დაჭერას ცდილობდა, რა დროსაც თვითონაც ბადეში აიხლარდა. მოგვიანებით მკვდარი ზვიგენი მეთევზეებმა ხმელეთზე ამოიყვანეს და მისი გაყიდვა ალიბაბაზე $3,500 სცადეს. მაგრამ ვეშაპისებრი ზვიგენი გადაშენების პირას მყოფი ცხოველია და ნებისმიერი, ვინც მის ყიდვას ან გაყიდვას შეეცდება, ციხეში აღმოჩნდება. ევროპელები ჩინეთში დიდი პოპულარობით სარგებლობენ. ბიზნესმენთა უმეტესობა მნიშვნელოვან შეხვედრებზე ევროპული წარმომავლობის მსახიობებთან ერთად დადის. როგორც წესი, ამ მსახიობებს უძრავი ქონების გაყიდვის დროსაც კი იყენებენ. საქმე იმაშია, რომ კომპანიაში არსებული ევროპელი თანამშრომელი მის პრესტიჟულობას ხაზს უსვამს. ერთ-ერთ ინტერვიუში 25 წლის ამერიკელმა გოგონამ განაცხადა, რომ მას $145 უხდიან ყოველ ჯერზე, როდესაც ის სხვადასხვა კომპანიების საქმიან შეხვედრებს ესწრება. გამომდინარე იქიდან, რომ ჩინეთში ჰაერი საკმაოდ დაბინძურებულია, მოსახლეობა სამედიცინო პირბადეებს ყოველდღიურად იყენებს, მაგრამ მათ გარდა არსებობს სპეციალური ბოთლებიც, რომლებშიც გაფილტრული ჰაერია. ამ ჰაერის სისუფთავე 97%-ია. ასეთ ბოთლებს პლასმასის მილი აქვთ, რომლის მეშვეობითაც ადამიანები სუფთა ჰაერს უნთქავენ. საშუალოდ ამ ბოთლებში არსებული ჰაერი ადამიანს 80-დან 200 ჩასუნთქვამდე ყოფნის. კომპლექტში 2 ბოთლი შედის, რომელთა ღირებულებაც $30.